მოგესალმებით პატარებო კოლეგებო, დიდი მადლობა უმრავლესობის ლიდერს, რომ დრო გამინაწილა. მე სუმცია დაგვიანებით შემოვედი დარბაზში, როდესაც ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო. მას შემდეგ ყურადღებით ვისმენ და ვისმენ ცოტა არ იყოს ესეთი უცხო თვალითაც, უცხო ყურითაც და სიმართლე გითხრათ, სრულიად დავიბენე. რა კანონს ვიხილავთ ჩვენ? ახლა ესე იგი მოსახლეობა ვინც გვიყურებს, ესე იგი ალბათ თვლის, რომ ახლა ჩვენ კენს უყრით იმას, ვინ ვის მოусმინოს, ან არ მოусმინოს. ორი გასაღებიდან ერთი ვის ჯიბეში იქნება, ვის ჯიბეში არ იქნება. რომელი უწყება რა უფლებამოსილებით უნდა სარგებლობდეს და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ იმ მობმულ თემებზე, რომლითაც ოპოზიცია რა თქმა უნდა სარგებლობს და ერთ კონკრეტულ თემაზე საუბრისას მომიჯნავე, მონათესავე და არც თუ მთლად მონათესავე თემატიკა შემოაქვს დებატებში. ეს საპარლამენტო ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ის განცდაც მიჩნდება, რომ ახია ჩვენზე, უმრავლესობას გულისხმობ, რომ საერთოდ ამ საკითხზე, რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას და მოსმენას და ფარულ მეყურადებას და ასე შემდეგ, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ საერთოდ რამეზე ვალაპარაკებთ. ახია ჩვენზე. მე რომ გითხოთ 2014 წლის 1 ნოემბრამდე კი არა, 2013 წლის არ ვიცი მე 1 მაისამდე თუ 1 სექტემბრამდე უნდა დაგვესრულებინა ჩვენ ამ ტიპის საკითხები და ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ და რანაირად უნდა წავიყვანოთ ქვეყანა უფრო სწრაფად ევროპისკენ და არა იმაზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უფრო სწრაფად ამ პატივცემული ბატონების და ქალბატონების მიერ შექმნილი მახინჯის სისტემისგან. სამწუხაროდ ჩვენ ამ თვალსაზრისით ტემპი არ გამოგვივიდა ისეთ, როგორც უნდა გქონოდა და მოდი ეს ვაღიაროთ. და ამის თაობაზე ჩვენ მოსახლეობას უთხრათ, რომ დიახ, უფრო სწრაფად უნდა მოგვეგვარებინა ეს საკითხები და ეს პრობლემები. დღეს 2 წლის შემდეგ პატივცემული კოლეგები ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმდენად მახინჯის სისტემა ჰქონდა შექმნილი, რომ ამას 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე თუ გადაწევთ და იგივე დარჩება, ქვეყანა დაიქცევაო. 2 წლის თავზე გვეუბნებიან ამას. არადა ჩვენ ვიცით, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა მართლაც გაცილებით სწრაფად იყო შესაძლებელი. ეს რაც შეეხება თვითკრიტიკას, თუმცა მე სრულად ვიზიარებ ბატონ დავით საგანელიძის პათოს, რომელიც მან სწორედ ამ კანონზე საუბრისას გამოიყენა, ჩვენ სწორედ არასამთავრობოებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ყველასთან ერთად, გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებისა. ჩვენ სწორედ ამ კანონში და ამ კანონის მეშვეობით ძალიან სერიოზული ცვლილებები მივიღეთ. დარჩა ფინიშზე 2-3 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აი ამ საკითხის მოგვარების ვადებზე გვაქვს ჩვენ მსჯელობა. მე ვისურვებდი, რომ იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ოპოზიციასაც შემოეტანა თავისი წვლილი და გარდა ზოგადი პათეტიკური საუბრებისა, მოეტანათ და დაედოთ კონკრეტული კანონპროექტი იმ რეგულაციებისა, რომელიც პარლამენტს უნდა მიეღო 1 ნოემბრამდე. ის კანონი, რომელსაც დღეს ჩვენ აქ ვიხილავთ, ეხება 2 პუნქტს. პირველი პუნქტი ამბობს, რომ 1 ნოემბრამდე 2014 წლის საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს იმ რეგულაციების მიღება, რომლითაც მოწესრიგდება კანონიერი ფარული მიყურადების საკითხი. მეორე პუნქტი 1 ნოემბრამდე შინაგან საქმეთა ორგანოები და სხვა საგამოძიებო ორგანოები სარგებლობენ ამ და ამ უფლებამოსილებით. ჩვენ პარლამენტმა 1 ნოემბრამდე ვერ მოვახერხეთ ამ ახალი რეგულაციების მიღება. და მე ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ავიღოთ ჩვენს თავზე ეს პასუხისმგებლობა. ვინ რა მოსაზრებაზეა, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯამში პარლამენტს უნდა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ რომ გვიწევს გადავადება, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმისი აღიარება, რომ დიახ, ეს ჩვენი ბრალია. გადავადება რო გვიწევს. და რა ის რომ რაიმე ცუდის გაკეთება გვიწევს. იმიტომ რომ ჩემი რწმენით, თუ ჩვენ ამ 1 ნოემბერს არ გავახანგრძლივებთ, მაშინ იურიდიულად დაგვრჩება 2 რეალობა. ერთი, პარლამენტს არ იქნება მიღებული არანაირი ახალი რეგულაციები, ახალი წესები, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საქმიანობა და მეორე,
საგამოძიებო ორგანოებს 1 ნოემბრიდან აღარ იქნებათ კანონიერი საფუძველი განახორციელონ ეს მოქმედებები. აი ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ და ამაზეა საუბარი სწორედ. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება. მე ძალიან კარგად მესმის ჩემი კოლეგების ფრაქციიდანაც, უმრავლესობიდანაც, რომლებიც პრინციპულად აყენებენ საკითხს, რომ შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის მათიც, ჩემი ჩათვლით, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით უნდა ორი რამ გავაკეთოთ. პირველი, არ დავაყენოთ სისტემა ძალიან რთული პრობლემების წინაშე და მეორე, ჩვენ შევინარჩუნოთ ამ საკითხის სწორად და რაც შეიძლება კარგად მოგვარების შესაძლებლობა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ ახლა და შეიქმნა ის სამართლებრივი ვაკუუმი, რომელზეც გესაუბრებით, იმ ვაკუუმის პირობებში ამ საკითხის კარგად მოგვარების შანსი უდრის ნოლს. იმიტომ რომ 1 ნოემბრიდან ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რაც შეიძლება სწრაფად რაღაც წესები მოვიგონოთ, რომლითაც შევიმუშაოთ, რომ სისტემამ გააგრძელოს მუშაობა. და ის წესები ნამდვილად იქნება არასწორი და გაუაზრებელი. ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. ამასობაში მე მინდა მიმართო ყველას. გადავდგათ პოლიტიკური ნაბიჯები და მოვიქცეთ ისე, როგორც პოლიტიკოსებს გვეკადრება. პოლიტიკოსი ჩემი აზრით არ არის ის პროფესიონალი, რომელმაც რაც შეიძლება ხმამაღლა და კაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი აზრები. მე მგონია, რომ პოლიტიკოსი ეს არის პროფესიონალი, რომელმაც სხვისთვის რაც შეიძლება მისაღებად უნდა გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები. ყველას, ვინც ამ საკითხის სწორად მოგვარებით არის დაინტერესებული. მე მიმართავ თავი შევიკავოთ კატეგორიული მოსაზრებებისგან და წინასწარ გაცხადებული საბოლოო დასკვნებისგან და პოზიციებისგან, რომ ეს არის სწორი და კარგი და მეტი არაფერი. ეს ეხება ყველას პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც მართლა საქმე ევალება და ვინც მართლა პასუხისმგებელია ამ საქმეზე. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება პარლამენტს მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. ყველას მოусმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ამ თვალსაზრისით მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო საუკეთესო ნიმუში იმისკენ, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი, მაგრამ მისიც მესმის, იმიტომ რომ ამ დღეებში გაისმა არაერთი კატეგორიული მოსაზრება, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. მაგრამ პოლიტიკოსებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუშლის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, მე ამ ტრიბუნიდან მინდა მიმართო საქართველოს პრეზიდენტს. და მინდა გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საქმიანობის აი ამ შეფერხების გამო ჩვენ მას ვაძლევთ პრაქტიკულად 24 საათს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის ხელმოწერის და გამოქვეყნების თაობაზე. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა და მე ვწუხარ ამისთვის და საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და ორგანოს უნდა კონდეს სათანადო ვადაც მათ შორის იმისთვის, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია. ამასთანავე მე მას ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება მისი ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტიც ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად და ამ გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა ჭირდება მთელი სამართალდამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას. რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში და როგორ შეიძლება ჩვენ ამ საკითხს გავუმკლავდეთ, მე მინდა ვთხოვო მოხსენებელს, ბატონ შალვა შავგულიძეს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გაწია, ბატონ ვახტანგთან და სხვა კოლეგებთან ერთად, და გთხოვოთ, გნებავთ სიმბოლურ ნაბიჯად მიიჩნიეთ ეს, გნებავთ არსობრივად, რომ გადაადება 1 ნოემბრიდან ვადის მოხდეს თებერვლის ბოლომდე და არა აპრილის დასაწყისამდე. ჩვენ ვიმუშაოთ, იანვარშიც ვიმუშაოთ და მე მგონი გავუმკლავდებით ამას, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს საკითხი იყოს მოწესრიგებული და მოგვარებული, ისე როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ისე როგორც მოითხოვს ამას ევროპული სტანდარტები. დიდი მადლობა.
მადლობთ.